ეხლა მე აკაურთაში ვაგროვებ კაწითელს. მთელი არის განსაკუთრებული მოვლენა საქართველოში, ყველა მიცით. ჩემო მეგობრებო და ბოლნიშიც ესეა. ჩვენ ქართულ ტრადიციულ ტექნოლოგიასთან ერთად ქვევში ღვინის დაყენებას გულისხმობ გვაქვს კიდე ჩვენი ბოლნისური ტექნოლოგია, რომელიც არის დაკავშირებული შუა კოლონისტებთან, რომელმაც ქართულ ტექნოლოგიაზე დაშენებით მოიგონეს ეს ტექნიკა, ღვინის დამზადების ეს ტექნიკა, უნიკალური ტექნიკაა და ჩვენ გვინდა მსოფლიოს გავაცნოთ. ჩვენ მხარეში ცხოვრობდნენ შვაბები და მათ უნიკალური კულტურა და ინდუსტრია შექმნეს მეღვინეობაში. ბევრი ისწავლეს იარეს ამ ჩვენმა შვაბმა წინაპრებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იკულიეს ტექნოლოგიები და თავარი რაც მოეწონათ ქართულ ტექნოლოგიაში ეს იყო ქარვისფერი. როგორ უნდა შეექმნათ ეს ქარვისფერი ქვევრის გარეშე რა უნდა ექნათ, ამიტომ ბევრი იკულიეს, როგორც ჩვენ ფიქრობთ და როგორც ჩანაწერებშია და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ქარვისფერი რო ყოფილიყო ღვინო და ჭაჭაკლერთი ერთად უნდა ყოფილიყო გარკვეული პერიოდი, მაგრამ ესენი იყენებდნენ მუხის ჩანებს, რომელსაც თავი ღია აქვს და დიდხანს იქ 1 თვე, 2 თვე ღვინოს ჭაჭაკლერთთან ერთად ვერ დააყოვნებ. ამიტომ უნიკალური დრო მოძებნეს, ეს არის 4 კვირა და ჩვენ ყველა ესე ვაკეთებთ ახლა იქიდან დაწყებული, ესე იგი 200 წლიანი ისტორია აქვს შვაბების ქვემო ქართლში ყოფნას. მალე ეს ტექნოლოგია ჩვენი მეღვინეთა ასოციაციების ერთობლიობით იქნება არამატერიალური კულტურული ძეგლების რეესტრში. ჩვენ უდიდესი პასუხისგებლობა გვაქვს, რომ შევინარჩუნოთ ეს ძვირფასი ტრადიცია ჩვენი წინაპრების. ჩვენ დღეს 21 საუკუნეში ისევე როგორც შვაბები და მათი მეგობრები ქართველები მე-19 საუკუნის დასაწყისში ყურძენს კრეფენ აუცილებლად 12 საათამდე, მოაქვთ ეს ყურძენი თავიანთ მარნებში, ესეთ გარემოში, დღესაც ესეთ სახლებია შენარჩუნებული კატერინებელში, ანუ ბოლნიში და 12 საათამდე უნდა მოვასწროთ ჩვენი ყურძნის ჩაწურვა მუხის ჩანებში. გერმანულ-ქართული ტექნოლოგია რო დავიცვათ სრულად, აუცილებლად მთელმა პროცესმა უნდა გაიაროს მუხაში. ქართული არის, როცა მთელი პროცესი გადის ქვევში. 4 კვირა, ეს არის უნიკალური დრო, როდესაც ფერმენტაცია მთავრდება, ამ პერიოდში დუღილი ნელდება და ჭაჭა ჩამოდის ქვევით და ღვინო წმინდავდება. თუმცა კიდე შუშხუნებს ოდნავ ესეთ ნაზად და შემდეგ ჩვენ ჭაჭას უნდა მოვაცილოთ ღვინო და გადავიტანოთ სხვა კასრში, ასევე მუხის კარში. ეს არის ციკლი და სტრუქტურა მთლიანად ამ ტექნოლოგიის. სახლი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით და რომლის მარანში ჩვენ ვიმყოფებით, ეს არის აშენებული 1860 წელს და აქ ცხოვრობდა Ernst Fisch. როდესაც ვნახულობ ჩვენ კატერინებელში მაცხოვრებელი ოჯახების ისტორიას, ყველა სახლში ვიცით ვინ სად ცხოვრობდა და რა პროფესიის იყო და როდესაც გამოვიკლეთ უფრო ძირფესვიანად ესეთი სურათი დავინახეთ, რომ პროფესია ყველას აქვს ვინზერ, მეღვინე. ეს არის ძალიან საინტერესო, ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი ფაქტია, რომ აქ იყო ყველა მეღვინე. ესე იგი, ამ გენიალურმა ხალხმა რო შეისწავლეს ეს რეგიონი, ნახეს, აქ ყველაზე კარგად განვითარდებოდა მევენახეობა, მეღვინეობა და მაშინვე მოკიდეს ხელი ამ პროფესიას. აი აქ ახლა ამ ფახვერკის სტილის სახლში, მარანში, ახლა ჩვენ ამას მარანს ვეძახით, ძალიან საინტერესოდ იყო განლაგებული კასრები. ამ მარნებში ჩვენ გვაქვს 14-დან 18 გრადუსი ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში. 14-ზე ქვემოთ არ ჩამოდის და 18-ზე ზემოთ არ ადის ისეთი ტემპერატურა და ეს იძლევა საშუალებას, რომ სინესტეც, ტენიანობა, ჰაერი, ვენტილაცია იყოს, აი სრულყოფილად ბუნებრივად არის მოწყობილი. ყველაზე მთავარი რაც ტექნოლოგიის ბოლოშია, ეს არის
პროდუქტი. აი, ქარვისფერი ბონისური ღვინო და ეს არის ქართულ-გერმანული ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო. გაგიმარჯვეთ. ქვემო ქართლი მევინახეობა მეღვინეობის მნიშვნელოვან კერად ყალიბდება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით დღესდღეობით ქვემო ქართლში 859 მევინახეა რეგისტრირებული, რომელთაგან უმეტესობა ღვინოსაც აწარმოებს. აქედან 755 ოფიციალურად არის რეგისტრირებული 3 მუნიციპალიტეტში, სადაც პროექტი მუშაობს. ეს არის მარნეული, ბოლნისი, თეთრიწყარო. პროექტი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება, რომელიც ხორციელდება შვეიცარიული საერთაშორისო ორგანიზაცია ჰელვეტასის მიერ და აფინანსებს შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო, მუშაობს ქვემო ქართლში ღვინის სექტორის განვითარებაზე, რადგანაც ეს სექტორი არის ეკონომიკური განვითარების პოტენციალის მქონე სექტორი. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის ყველა ინიციატივა და მხარდაჭერა არის მიმართული რეგიონის ქვემო ქართლის ღვინის რეგიონული ბრენდის შექმნისა და განვითარებისკენ, რაც ადგილზე საკმაოდ დიდ ეკონომიკურ შესაძლებლობას ქმნის.